ესეთი კრებული გააჩნია. ინტერნეტში არის საშუალება, რომ წაიგებთ ბატონი ერგუჯას ლექსები, თუნდაც საერთოდ რუსულ შეხვედრებს დაიგ ნახოთ ისინი და თქვენი აზრი უფრო დადინჯებული გქონდეთ. საოცარი ლირიკა არის, ეს ლირიკას დიდი ძალა გააჩნია მოიხსენებათ და აი ეს მუხტი, რაღაც თავისებური მუხტი და ენერგია და პულსი გააჩნია ამ ლექსებს და წაკითხვისთანავე ხიბლავს და იზიდავს კითხვებს და კითხველის შეჩერება თუნდაც ერთი წამი დიდი გამარჯვებაა პოეტის ყოველთვის და დიდი მადლიცაა ამავდროულად, იმიტომ რომ ამარეულ ქვეყანაში და საერთოდ ყოფით დამძიმებულ ზეგი ცხოვრებაში ძალიან დიდი რამაა რომ ლექსით გაგიტაცოს, ლექსმა გაგიტაცოს, მოთხრობამ გაგიტაცოს, ხელოვნების ნიმუშმა გაგიტაცოს. საერთოდ ოსტად შეუძლია ამის გაკეთება და ასევე ოსტადი გახლავთ ბატონი ერგუჯა. რაც შეეხება რობაიევს, თვითონ რობაიევი მე მგონია მაინც იმას აქში წერება, როცა კაც მეტი გამოცდილება აქვს დაგროვილი და მეტი სიბრძნე აქვს ცხოვრებაში აკრებილი და თან ძალიან ძნელი დასაწერიც არის, იმიტომ რომ მოწტრიქონში უნდა ჩაატიო ყველაფერი, რასაც ფიქრობ, შეიძლება ზოგი პოემაში გაიშალოს სათქმელი მთლიანად და დიდხანს შეიყოლოს კითხველი, მაგრამ უფრო რომ დაწურული იყოს სათქმელი და უფრო კონკრეტულად ასე იგი ითქვა სათქმელი, ძალიან ძნელი არის ამის გაკეთება. თანაც აზრი რომ პოეტურად იყოს გამოხატული და არა რაღაც ისე უფრო დაბიურად, ასე არა. ამას ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი მომზადებაც, დიდი გამოცდილება ჭირდება და თავისთავად ცხადია ყველა მიხვდება, როცა ამ რობაიევს აიგეთავს, პოეტსაც აქვს გავლილი და ხელოვნების დიდი გზა, ცოტა ძველი ტერმინის ვერ ხმარობ, იმიტომ რომ ეს ოსტატობა აუცილებლად ეხმარება მას, რომ ახალ ჟანრში მოსინჯოს თავისი ძალა. აქ ბატონმა ერგუჯამ წაიგეთხა რამდენიმე რობაი, თქვენ ნახავთ ციკლში თითქმის ყველა იმ საკითხზე, იმ რაღაც გრძნობებზე, იმ რაღაც თუნდაც ნივთებზე, ყველაფერზე შეიძლება რობაის დაწერა, მაგრამ პოეტის მიერ დაწერილი სულ სხვა, ესე იგი პოეტის ერგუჯას დანახული სულ სხვა არის, ერგუჯას თვალით დანახული და აქ დედამიწაზეა, სიყვარულზე არის, აქ არის ცხოვრების ნებისმიერ დეტალზე, რა ვიცი, ჩაფიქრებული კაცი ზნობა, ფიქრები, რომელიც აუცილებლად გადაგერდებათ და აუცილებლად გაძლევთ იმ ცაცხს და იმ მუხტს, რომელიც თვითონ ლექსში დევს. მე რა თქმა უნდა, ახლა აქ მეორეა გამოსვლელები და არ შეუძლია ცაცაკე რობაიევს ჩვენი საუბარს ეს არცაა ჩვენი დღევანდელი ესე იგი სრული ასე რომ ვთქვათ რეცენზირება აი ამ წიგნის თავარია ის რომ მკითხველმა იცოდეს ასეთი წიგნის რომ არსებობს და ალბათ თვითონ ავტორის რამდენიმეს მოგცემს ყველას არ ქონდა ჩვენს სტუდენტებს აქაურ ჩვენს თანამშრომლებს და მეგობრებს ეს წიგნები რომ წაეკითხა და ალბათ რაღაც საშუალებები არის რომ აი ამ დროში როცა მცირე ტირაჟით გამოდის ხოლმე წიგნები მაინც მოხერხდება თუნდაც ბიბლიოთეკაში იდოს ეს წიგნები შემოვნები წავიკითხე აგრეთვე ის წერილები რომელიც ახლავს წინა სიტყვებებსა და ბოლოს სიტყვებებს აი ამ ესე იგი კრებულს და ისეთი გამოცდილი ადამიანები დაწერილია ესენის და ლიტერატორების ეჭვს არ გვეპარება მათ გემოვნებაში და რა თქმა უნდა